ჩია და სელი ერთ-ერთი საუკეთესოა დიაბეტისთვის, ქოლესტერინისთვის და შეკრულობისთვის, მაგრამ თუ მათ არასწორად მოიხმარ, მათგან მიღებულ სარგებელს დაკარგავ. დღეს გეტყვი როგორ და რა დროს მიიღო ჩია და სელი სწორად. ჩია და სელი ხშირად ერთად მოიხსენიება, რადგან მათ აქვთ ზედაპირული მსგავსება. ორივე არის სასარგებლო, ორივე ხელმისაწვდომი და ორივე შეიძლება დიაბეტიანებისთვის და სხვა დაავადებების დროს. თუმცა მათ აქვთ მნიშვნელოვანი განსხვავებაც. ჩია უფრო მეტად არის ადამიანებისთვის, ვისაც აქვს შაქრის პრობლემები ან ჭარბი წონა. ხოლო სელის თესლი კი უფრო მეტად გამოიყენება ქოლესტერინის და მაღალი წნევის მოსაწესრიგებლად. ახლა დეტალურად ავხსნი ორივეს. ჩიას ყველაზე მთავარი ეფექტი არის სისხლში გლუკოზის დასტაბილურება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმათთვის, ვისაც აქვს 11 კილოგრამები ან ინსულინ რეზისტენტობა. ჩიას აქვს უნარი შეიკავშიროს წყალი და წარმოქმნას ჟელესებრი მასა კუჭში. შედეგად კუჭი იცლება ნელა და ნახშირწყლების შეწოვა ნელდება და ხდება თანაბარი. ჩია შეუძლია კვების შემდგომი გლუკოზის შემცირება დაახლოებით 30%. ჩია ასევე იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას და ამას ადამიანების თითქმის 70% აღნიშნავს. ეს ხდება, რადგან ჩიას წარმოქმნილი ჟელესებრი მასა ჭიმავს კუჭის კედელს და ეს იწვევს სიმაძღრის ჰორმონების გამოყოფას. ჩიას ასევე შეუძლია ქოლესტერინის შემცირება დაახლოებით 5%, თუმცა ეს მცირე ეფექტია. მასში შემავალი ხსნადი ბოჭკო უკავშირდება ნაღლის მჟავებს და საპასუხოდ ღვიძლს უწევს მეტი ქოლესტერინის დახარჯვა, რათა წარმოქმნას ნაღლის მჟავები ახლიდან. ჩია შეუძლია ცუდი ქოლესტერინის შემცირება დაახლოებით 5%. შედეგად მცირდება გულის დაავადებების რისკიც. ჩია ასევე აუმჯობესებს შეკრულობას, რადგან მასში ხსნადი და უხსნადი ბოჭკოები კვებას სასარგებლო ფლორას ნაწლავებში. ასევე აუმჯობესებს განავლის ფორმირებას და განავალს აძლევს მასას. ჩიას ასევე შეუძლია წნევის შემცირება დაახლოებით 5 მმ ვერცხლის სვეტით. ეს არ არის დიდი ეფექტი, თუმცა მაინც გამოსადეგია. ჩიის მიღების საუკეთესო გზა არის მისი ჩალბობა წყალში. ერთი სუფრის კოძი ჩია დაახლოებით 15 გრამამდეა, ზოგჯერ 10 და ეს უნდა ჩაალბოთ ერთ ჭიქა წყალში ან მაწონში და დატოვოთ მინიმუმ 30 წუთი ან მთელი ღამე მაცივარში. ასე ჩია ხდება ადვილად მისაღები, ადვილად მონელებადი, იზრდება ნაყროვანების შეგრძნება და მცირდება შებერილობის რისკი. დღეში 2 კოვზე მეტი მიღება არ არის რეკომენდირებული. მაღალი დოზა არ იწვევს უკეთეს მეტაბოლურ ეფექტს, ამიტომ დოზის გაზრდას არ აქვს მნიშვნელობა. ჩიას მიღების საუკეთესო დრო არის ნახშირწყლოვანი საკვების მიღების წინ, 15 წუთით ადრე კვებამდე. საუკეთესოა დღის პირველ ნახევარში. შენ შეგიძლია შეურიო ჩიას შვრიის ფაფას, ან იოგურტს, ან კეფირს, ან სხვა სმუზებს. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ტკბილეულს ჩია გახდის შედარებით უფრო ჯანსაღს. თუ საკვებს შეურევთ, მაგალითად იოგურტში, ასეთ შემთხვევაში ჩიას მიღება შეიძლება ჩალბობის გარეშეც. ჩიას მიღება უსაფრთხოა ყოველ დღეც. ახლა ვთქვათ, რა უნდა გავითვალისწინოთ ჩიას მიღების დროს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ ჭამოთ ჩია მშრალად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობაც კი, თუ ადამიანს აქვს ყლაპვის პრობლემები. ასევე არ მიიღოთ დღეში 30 გრამზე მეტი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი და პირიქით შეკრულობა, მაშინ როცა 30 გრამამდე ეხმარება კუჭის მოქმედებას. ანუ დოზის გაზრდა არ იწვევს სასარგებლო ეფექტების ზრდას. მიიღე წამლებიდან 1-2 საათის მოშორებით, რათა მათი შეწოვა არ შემცირდეს. საღამოს მისი მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან კუჭის დაცლის შენელებამ და ღამე ფერმენტაციის პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს გაზების დაგროვება და შემაწუხებელი ძილი. დიახ, ჩია შეიცავს ომეგა-3-ს, მაგრამ ის არ არის ის ფორმა, რომელიც მოიპოვება თევზის კონში და არ არის ეფექტური. ჩიაში შემავალი ომეგა-3 პრაქტიკულად უეფექტოა ჩვენი ორგანიზმისთვის, დაახლოებით 5%-იანი ეფექტურობა აქვს, რაც იგივე რაოდენობა თევზის კონს. ჩიამ შეიძლება შეამციროს მინერალების შეწოვა, მაგალითად რკინის, თუთიის ან კალციუმის. უნდა გახსოვდეს, რომ ჩია პირდაპირ წონაში არ აკლებინებს და მის მიმართ დიდი მოლოდინი არ უნდა გქონდეს, როგორც წონაში კლების საშუალების. ასევე ჩია უნდა დაიწყო ერთი ჩაის კოძით და გაზარდო დოზა 1 კვირის შემდეგ, რათა ორგანიზმი მიეჩვიოს. ჩიასთან ერთად საკმარისი წყალი უნდა მიიღო, რომ პირიქით შეკრულობა არ გამოიწვიოს. საკმარisi წყალს როცა ვამბობთ, გულისხმობთ დაახლოებით 1 ჭიქა წყალს. ახლა მოდი ვთქვათ სელის თესლზე. სელის თესლის ყველაზე მთავარი ფუნქციაა ქოლესტერინის შემცირება. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქოლესტერინის შემამცირებელი ბუნებრივი საშუალებაა, თუ წამლებს არ ჩავთვლით. რადგან მასში შემავალი ხსნადი ბოჭკო და ლიგნანები უკავშირდება ნაღლის მჟავებს და ზრდის ქოლესტერინის
გამოყოფას. სელის თესლს შეუძლია 15% შეამციროს ცუდი ქოლესტერინი, რაც რეალურად ბრწყინვალე შედეგია. ასევე შეუძლია სისხლში წნევის შემცირება, მასში შემავალი ლიგნანები აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას. დაახლოებით 5-10 მმ ვერცხლის სვეტით ამცირებს წნევას. ასევე აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას, განავლის ფორმირებას და მის დარბილებას ხელს უწყობს. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული შეკრულობა. სელის თესლს აქვს ასევე ერთი საინტერესო მოქმედება. მასში შემავალი ლიგნანები გარდაიქმნება ესტროგენებად. ესტროგენები ქალის სასქესო ჰორმონებია. თუ ქალს ესტროგენების დონე აქვს მაღალი, ის ამცირებს ესტროგენების მოქმედებას, ხოლო თუ ესტროგენების დონე დაბალია, ის მოქმედებს როგორც ესტროგენი თავად. ამას ეწოდება ჰორმონული მოდულაცია, ზოგჯერ ბუფერინგსაც ეძახიან. ასევე სელის თესლის ლიგანები და ბოჭკო უკავშირდება ესტროგენებს, რომელიც ნაღველში გამოიყოფა და განდევნის მათ ორგანიზმიდან. ანუ ყველაფრის აზრი ის არის, რომ სელის თესლის რეგულარულ მიღებას შეუძლია შეამციროს მკერდის კიბოს რისკი დაახლოებით 10-15%-ით. აქვე საინტერესოდ სახსენებელია, რომ სელის თესლი ზრდის სასქესო ჰორმონის შემბოჭვალ ცილას, თუმცა ამას პირდაპირ კლინიკური შედეგი არ აქვს. თეორიულად კი შესაძლებელია, რომ ტესტოსტერონი შეამციროს მამაკაცებში თავისუფალი ტესტოსტერონის დონე, მაგრამ კლინიკური რეალური ეფექტი აღწერილი არ არის. ანუ სელის თესლი არ ამცირებს ერექციას, არ ამცირებს ლიბიდოს და არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა კაცის სასქესო ჰორმონებზე. სელის თესლს ახასიათებს მადის დამაქვეითებელი მოქმედება. ასევე აქვს ინსულინ რეზისტენტობის გამაუმჯობესებელი მოქმედება და ასევე ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. სელის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მას სჭირდება დაბქვა აუცილებლად. პირდაპირ მიიღებს სელის მარცვლებს, მას ორგანიზმი ვერ დაშლის და არც შეიწოვება და პირდაპირ გამოიყოფა. დღიური ოპტიმალური დოზა არის 10-20 გრამი, რაც დაახლოებით არის 1-2 სუფრის კოვზი. დღეში 2 სუფრის კოვზე მეტის მიღება არ არის სასურველი, რადგან იზრდება გვერდითი ეფექტების ალბათობა და ამით ეფექტი არ იზრდება და ბენეფიტები არ გემატება. მისი მიღება სასურველია დილით ან შუადღისას. საღამოს შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა. დაბქული სელის თესლის მიღება ერთ ჭიქა წყალთან ერთად არის რეკომენდირებული. დაბქულ მდგომარეობაში მისი შენახვა შეიძლება 1 თვემდე. დაუფქველი ინახება დიდი ხნის განმავლობაში თვეობით. სელის თესლის მიღება შეგიძლია მაწონთან, იოგურტთან და კეფირთან. სელის თესლის მიღება შეგიძლიათ მაწონთან, იოგურტთან ან კეფირთან ერთადაც. შრის ფაფასთან ერთად განსაკუთრებით კარგია, რადგან ქოლესტერინის შემამცირებელი ეფექტი ძლიერდება ამ კომბინაციაში. სელის თესლი განსაკუთრებით ეფექტურია შეკრულობისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის. სელის ზეთიც არსებობს, მაგრამ მას განსაკუთრებული ეფექტი არ აქვს, რადგან ბოჭკოვანი და ლიგნანები იკარგება ამ დროს. ზოგადად სელის თესლის ხანგრძლივი მიღება შესაძლებელია, მაგრამ სასურველია მცირე შესვენებები. მაგალითად, კვირაში 5 დღე 7-ის ნაცვლად. სელიც და ჩიაც მიიღეთ წამლებიდან 1-2 საათის მოშორებით. და ბოლოს შეიძლება თუ არა სელის და ჩიას კომბინაციის მიღება, დიახ შეიძლება, თუმცა საუკეთესო პრაქტიკაა მათი მორიგეობით გამოყენება. მაგალითად, 3 დღე ჩია, 3 დღე სელი და 1 დღე დასვენება. ეს იყო რითი თქმა წმინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, თუ გაქვთ დონაციის სურვილი, მაშინ შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები. აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები. მადლობა ყურადღებისთვის.